იყო და არა იყო რა. ტყეში ცხოვრობდა ერთი კურდღელი, რომელიც მუდამ დახეტიალობდა და საკუთარი თავის ქების გარდა სხვა საქმე არ გააჩნდა. უყვარდა იმაზე ტრაბახი, თუ რაოდენ სხარტი და სწრაფი იყო სხვა ცხოველებთან შედარებით. იმედია უკვე ხვდებით, ვინაა საუკეთესო ამ ტყეში, ჩემო პატარა მეგობრებო. აბა ყველა მომილოცეთ, თქვენს წინაშეა ჩემპიონი. Ups, no თუ ისევ მე მოვიგე, როგორც ყოველთვის. მე ყველაზე სწრაფი ცხოველი ვარ ტყეში. არავის სულ შემეჯიბროს? მიუგო კურდღელმა რამდენიმე ცხოველს და მოკურცხლა სხვა ადგილას. ის ნამდვილად სწრაფად დარბოდა თავისი მაღალი ფეხებით. სხვა ცხოველებს არ მოსწონდათ ტრაბახა კურდღელი. იცით რატომ ვიგებ ყველა რბოლას? იმიტომ რომ ყველაზე სწრაფი ვარ. სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან ტრაბახობდა. ყველას გახსოვდეთ, ჩემზე მაგარი არავინაა ამ ტყეში. ჰეი, ბიჭებო, ჩემზე ხომ გსმენიათ? აბა, როგორ მოგწოს ჩემი კუნთები ძვირფასო? ჰეი ბიჭებო, მიესალმეთ ჩემპიონს. ერთხელ სხვა ცხოველები შეწუხდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ. კარგი, ის სწრაფია და ვერავინ ასწრებს, მაგრამ ამდენი ტრაბახი ძალიან ცუდია. რაიმე უნდა მოვიფიქროთ. ვინმე უნდა აჩვენოს გაკვეთილი ტრაბახა კურდღელს. მერცხალი წავიდა და ტყის სხვა ცხოველებს გააგებინა, რომ ეძებდნენ ვინმეს, ვინც ბოლოს მოუღებდა კურდღლის ტრაბახს. ჯერ ირემთან მივიდა და უთხრა. შემდეგ მგელთან მივიდა. შემდეგ ციყოთან. შემდეგ მელიასთან. შემდეგ ლომთან. კიდევ დიდი ხანი იფრინა და ბოლოს მივიდა კუსთან. კუს ბევრი არ უფიქრია, დათანხმდა და გაუდგა გრძელ გზას. რადგანაც კუს დიდი დრო სჭირდებოდა მანძილის დასაფარად, ერთი დღის შემდეგ მივიდა ერთად მდგომ სხვა ცხოველებთან და უთხრა. მე დავამარცხებ კურდღელს. შენ გინდა კურდღელს შეეჯიბრო? ყველაზე სწრაფი ცხოველებიც კი ვერ ასწრებენ კურდღელს, შენ როგორ შეძრებ ამას? მიუგო მელიამ. ეგ მე მომანდეთ, მეგობრებო. უთხრა კუმ. ცოტა ხნის შემდეგ კუმ მიუახლოვდა კურდღელს, რომელიც ხის ძირას ისვენებდა და სტაფილოს ახრამუნებდა და გვერდით ახლოს გაჩერდა. გამარჯობა კურდღელო. შენ გეძებდი? მიესალმა კუ. რატომ მეძებდი? გავიგე რომ ყველაზე სწრაფი ცხოველი ხარ ტყეში, მაგრამ ასე მხოლოდ შენ ფიქრობ. და რომ დავწმუნდე, მინდა რბოლაში შეგეჯიბრო. ვნახოთ, ვინ უფრო სწრაფია. კურდღელმა სიცილი დაიწყო. ისე ხმამაღლა იცინოდა, რომ ტყეში სხვა ცხოველებმაც კი გაიგეს. მოიცა, მე ხუმრები ძმობილო. სანამ შენ ერთ ნაბიჯს გადადგამ, მე უკვე ფინიშთან ვიქნები. კარგი, მაგრამ ამას იქამდე ვერ გავიგებთ, სანამ არ შევეჯიბრებით ერთმანეთს.
კარგი, ასე იყოს. ხვალ დილით შევეჯიბროთ. როგორც კი წავიდა კუ, კურდღელმა იმ წამსვე განაგრძო გულიანი სიცილი. არაფერზე ვნერვიულობ. ხვალ მარტივად მოვიგებ. შემდეგ დღეს ცხოველები შეიკრიბნენ სარბოლო ბილიკთან. ყველაფერი მზად იყო. ცოტა ხანში კუც გამოჩნდა. საკუთარ თავში დარწმუნებული იყო და იღიმოდა. დათვი შეეკითხა კუს. გთხოვ, გითხარი როგორ აპირებ რომ კურდღელს გაასწრო? თუ ისეთი ამაყი და ტრაბახაა, როგორც თქვენ ამბობთ, მაშინ ეს რბოლა არც ისეთი რთული იქნება. დამიჯერეთ. ცოტა ხანში მოვიდა კურდღელიც. დაუდგა კუს გვერდით და თქვა: მოდი, მალე დავიწყოთ და მოვჭეთ რბოლას. არც კი მისაუზმია ჯერ. აბა მოემზადეთ. დაიწყეთ. უცებ შურდულივით გაიჭრა წინ კურდღელი ისე, რომ უკან აღარავინ ჩანდა. კუმ კი ნელ-ნელა დაიწყო სიარული. ცხოველები ერთმანეთში საუბრობდნენ. არა მგონია რომ კუმ გაასწროს კურდღელს. ისევ მოგვიწევს კურდღლის ტრაბახის ატანა. მგონი ეგრეა. კურდღელი დარბის დღეში არ ჩერდება. საკმაო მანძილი რომ გაიარა, უკან მიიხედა და კუ რომ არ ჩანდა თქვა. კუ მაინც ვერ გამასწრებს და ჯობია, ჩამოვჯდე და სტაფილო ვჭამო. კუ ისევ ნელა მოძრაობდა ტყის ბილიკზე. კურდღელი მორჩა სტაფილოს ჭამას. შემდეგ უკან მიიხედა და დაინახა შორს ბილიკზე მყოფი კუ. უცებ წამოხდა და სირბილი გააგრძელა. ცოტაც კიდევ რომ გაიარა თქვა. კუ მაინც ვერ გამასწრებს და ჯობია, ცოტა ხნით დავიძინო. სანამ კურდღელს ეძინა, კუ თავის გზას განაგრძობდა. მიათრევდა თავის მძიმე სხეულს, უძნელდებოდა სიარული, მაგრამ მაინც არსად შეჩერებულა და ნაბიჯი არ შეუნელებია. გაიარა კიდევ დიდი გზა და ბოლოს მძინარე კურდღელსაც ჩაუარა გვერდით. გავიდა კიდევ ცოტა ხანი და კურდღელს გამოაღვიძა. მიმოიხედა და ისევ არავინ ჩანდა. კუ ისევ არ ჩანს. შეიძლება უკვე აღარც კი სურს რბოლა. კარგი, დრო არ ბოლა დავამთავრო. კურდღელმა განაგრძო ახლა უკვე ნელი ტემპით სირბილი და როცა მიუახლოვდა ფინიშის ხაზს, რას ხედავს? ორ დიდ ხეს შორის, რომელიც ფინიშის ხაზი იყო, პატარა კუს გადაუკვეთავს და გაუმარჯვია. კურდღელი გაჩერდა. დაღონებული, გვერდით, ხის ძირას ჩამოჯდა. კუს კი უამრავი ცხოველი გარს ეხვია და ბედნიერები აღნიშნავდნენ მის გამარჯვებას. ცოტა ხანში გამარჯვებული კუ მივიდა მარტოდ მყოფ კურდღელთან. ეს როგორ მოხდა, რომ ჩემზე ადრე მოხვედი? გაიკვირვა კურდღელმა. შენი მარდი ფეხების იმედი ჰქონდა, ხოლო ის კი დაგავიწყდა, რომ სიზარმაცეს და უდარდელობას ყოველთვის გაუსწრებს გარჯა და მოთმინება. დაიმახსოვრე. ტრაბახი და საკუთარი თავის ქება სისუსტეა. ცხოვრება რბოლა არ არის ჩემო მეგობარო, არამედ გრძელი გზაა. ამ გზაზე კი ყველაზე მნიშვნელოვანი არა სისწრაფე, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთარი მიზნისკენ
შეუჩერებელი სვლა. მართალი ხარ, ამიერიდან შევწყვეთ ტრაბახს, რომ ყველაზე სწრაფი ვარ და აღარავის დავცინებ. აბა, კარგად იყავი ძმობილო. მიუგო გამარჯვებულმა კუმ. გაატრიალდა და გააგრძელა თავისი გზა. კურდღელმა კი ძალიან კარგი გაკვეთილი ისწავლა ამ ყველაფრით. ამ დღის შემდეგ კურდღელი აღარ ტრაბახობდა და დაიმსახურა პატივისცემა სხვა ცხოველებისგან. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო, რათა ახალი ზღაპრები არ გამოტოვოთ.